მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი, მე ამ გადაცემის წამყვანი ნინო ჩიფჩიული ვარ. დღეს ჩვენი საუბრის თემა შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს და ჩვენი სტუდიის სტუმარი არის საჯარო სექტორის აუდიტორი ქალბატონი თამარ ედიშერაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი თამარ, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და საუბრობთ, ვფიქრობ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი თემა არის, რომ უფრო დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რაში იხარჯება ზოგადად წლიდან წლამდე ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული თანხები, რამდენად ეფექტურია და ასე შემდეგ. მანამდე მინდა გარკვეული შეფასება გთხოვოთ, აი 2022 წლიდან დღემდე ბიუჯეტის ზრდას ვხედავთ ჩვენ მუნიციპალურ დონეზე, თუმცა რა იცვლება საზოგადოების ცხოვრებაში, რა უნდა იცვლებოდეს ამ ზრდის მაჩვენებლის პარალელურად. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა, რომ ბიუჯეტის მონიტორინგი ხორციელდება ასეთი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ბიუჯეტის პრინციპებში პირველი წერია რა, ყოვლის მოცულობა, ანუ ყველა დეტალი უნდა გასაგებად ეწეროს და გამჭვირვალობა. და ჩვენი პრობლემების თავი და თავი, რაც დღეს ჩვენ საქართველოში, ეს არის ზუსტად ის, რომ ჩვენ არ ვსარგებლობთ ამ უფლებით, არ ვინტერესდებით სადმედის ჩვენი ყოველდღიური შენატანი ბიუჯეტი. აი ნებისმიერმა ადამიანმა პენსიონერი იქნება, ეს სტუდენტი იქნება თუ ასე შემდეგ, ანუ არ არის აუცილებელი იყოს ბიზნესმენი, თუნდაც პურს რო იყიდის, დახედოს ჩეკს და ნახავს, რომ ყოველდღე შეაქვს დღეგ ბიუჯეტში. ამიტომ არ მოიკითხო შემდეგ საწავიდე ეს ფული, რატო ვარ ღარიბი, რატო ვერ მკურნალობ და ასე შემდეგ უამრავი პრობლემა რაც დღეს საზოგადოებას ჭერს. ეს უბრალოდ აღარავის ბრალი აღარ არის. ეს საკუთარი შვილებისადმი პასუხისგებლობა უნდა დაგასმევინოს ეს კითხვები და ასეთი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ბიუჯეტის მონიტორინგს ახორციელებენ და გამზადებულ ლუკმას, გამზადებულ ინფორმაციას აწოდებენ მოსახლეობას, არა მხოლოდ მისასალმებელია და საზოგადოება უნდა იცავდეს ასეთ ორგანიზაციებს ზუსტად თავისივე ინტერესებისთვის. ეხლა რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდას, ერთ-ერთი ბიუჯეტის ზრდა გამოწვეულია ხოლმე ხა 2022-დან 2025 წლამდე გამოწვეულია ხოლმე ინფლაციის კოეფიციენტით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ყოველდღიურად როგორ იზრდება ფასები, საქონელბრუნვაზეა დამოკიდებული, დამატებული ღირებულების გადასახადები და ასევე აი ამ ინფლაციის კოეფიციენტზე დამოკიდებული ხარჯების ზრდაც, ის რასაც ყიდულობდე თქვა 2002 წელს, დღეს ვეღარ იყედი იმას, ხო? აი ეს ინფლაციის კოეფიციენტი ძალიან სასაცილოდ აისახება რაზე მაგალითად, თუ გინდათ გაიგოთ, აწუხებს თუ არა ხელისუფლებას ინფლაცია, ნახავთ ყოველწლიურად საკუთარი ხელფასების ზრდას. ადმინისტრაციაში, აი ახლა მაგალითად 2025 წლის ბიუჯეტს გადავავლე თვალი და მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები შემცირებულია სიტყვაზე 39 მილიონი და 16 მილიონამდე, იმიტომ რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ვეღარ მიიღებს გრანტებს, იაფსესხებს და ასე შემდეგ, რაც ევროპულად წვეთ, ხო? მიუხედავად ამისა, ხელფასები გაზრდილია მაინც ადმინისტრაციული შტატების მაინც მილიონით. ეს არ არის მარტო ესეთი უმტკივნეულო ზრდა, ყოველ წელს სტაბილურად იღებენ საჯარო სექტორის მოხელეები დანამატს 500.000 ლარამდე, ასევე არის პრემიები 500.000 ლარამდე, კიდევ ესე იგი დამატებით მილიონი ხარჯება და გარდა ამისა არის შტატგარეშე ხელშეკრულებით აყვანილი ადამიანები. თუ დააკვირდებით ბიუჯეტის შესრულებებს, ახლა თქვენს ანალიზში ჩანდათ 99%, 98% აი ხარჯებში ზოგან ჩავარდა, მაგრამ ძირითადად რაღაც გადაჭარბება პროგრამის არ არის, ხო? ანუ შენ რაც გავალია, მოგეთ, შენ რაც გავალია, იმაში შენ ხელფასს იღებ, ხო? რაღაცა გრანდიოზული უნდა გააკეთო, რომ შენ ან დანამატი აიღო, ან პრემია გამოიწერო და ასე შენ ხო რაღაცა უნდა იმაზე მეტი გააკეთო, რაც დაგეგმილი ქონდა, არა? როცა ჩვენ ხედავთ, რომ გეგმები მიყვება ან ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში 99% ან იმაზე დაბლა ფუნქციური კლასიფიკატორების მიხედვით, არა? ანუ დარგობრივად, ხო?
ამ შემთხვევაში რატომ დაიჯილდოვე თავი, რა გააკეთე იმაზე მეტი, რაც არ გევალებოდა, ხო? საზოგადოება უნდა იზრდებოდეს, იცით, ახლა ჩვენ დემოკრატია, ბატონო სვამდეს შესაბამის კითხვას. უნდა სვამდეს, იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება 97 წელს, როცა ჩვენ პირველად ევროკავშირის კარებზე დავაკაკუნეთ და ვთხოვეთ, რომ მიგვიღეთო, შეიძლება მაშინ ჩვენ ვიყავით, თქვათ, დემოკრატიის სკოლაში დაწყებით კლასში. მაგრამ ამდენი წლის მერე, ამდენი უბედურების მერე ჩვენ ხო უნდა გავზრდილიყავით, არა? აი, რადგან 97 წელი ვახსენეთ, თუ მაგალითად თქვენი გადაცემის ფორმატი მომცემს საშუალებას, გეტყვით, რომ 97 წელს პირველი ექსპერიმენტი ჩატარდა, რაც ნიშნავდა ბიუჯეტის გამჭვირვალობა. ანუ ევროკავშირს, რომელსაც უკაკუნებდი და ვეუბნეოდი, ჩვენც გვინდა კარგად ცხოვრება და კარგად ცხოვრება არ არის რაღაცა ბურჟუაზული ანაქრონიზმი. ღირსეული ადამიანის ღირსეული ამბიცია. სიღარიბესთან შეჩვევა არის უთამოყვარეობა, მეტი არაფერი. რატო უნდა მიუსაჯო შენ თავს მაგალითად მათხოვრობა? არა? რატო უნდა შენი შვილი მთელი ცხოვრება გაიმეტო იმისთვის, რომ იყოს არჩევანში წამალი იყიდოს თუ პური იყიდოს, ხო? რატო როცა არის საშუალო, ხო შეიძლება დავსვათ კითხვა, რა გჭირს ასეთი, არა? და ამისი თავი, აი ძაღლის თავი მარხია, ჩვენი სიღატაკე ძაღლის თავი მარხია ორ კოდექსში. ეს არის საბიუჯეტო კოდექსი, რომლის ერთადერთი დანიშნულება არის სამართლიანი გადანაწილება აი იმ დოვლათის, რომელიც ბიუჯეტში შევიტანეთ და მეორე ეს არის თვითმმართველობის კოდექსი. ანუ ის სისხლი რაც ჩავასხით უკან როგორ დაბრუნდეს და სხეულმა, სახელმწიფოს სხეულმა როგორ იმოძრავს, ანუ ცირკულარი როგორ გაკეთდეს ამ ფულის. და ეხლა თუ რადგან 97 წელი ვახსენე, პირველი იყო გამჭვირვალობა, რატომ? ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ თუნდაც რამდენი მანქანა ეყოლება მერიას, ბენზინს რაში დახარჯავენ და სხვა, ეხლა თუ ნებას მომცეთ მე ჩამოთვლი, ფაქტი არის, სად არის აი ეს ხრელები, მაგრამ 97 წელს დავასრულებ უბრალოდ მარტო გორის რაიონის ბიუჯეტი, რომელიც 4 მილიონი იყო, მეტი კი არა. 3 ტომს მოიცავდა და რატო? ყველა მხარჯავი სუბიექტი, ანუ ყველა ორგანიზაცია გვაიძულეთ, უბრალოდ გვაიძულებინეს, რომ მოეტანათ არამც თუ რამდენი შტატი იყოლებოდათ, არამედ რამდენ ფანქარს აპირებდნენ რომ ეყიდათ, რამდენი ფურცელი სჭირდებოდა. თავიდან პირადად მე ხა საფინანსო სამსახურის უფროსი ვიყავი, აი ეს კითხვარი რომ ჩამომეწერეს, ჩავთვალე რომ ისინი ნამეტანი მეწვრილმანეები და ნამეტანი რაღაცა აი ასეთი რაღაცა დაზომბებული ხალხი ხო არ არის მათი, მაგრამ ზუსტად აი ამ წვრილმანებიდან იწყება მე აი დიდი დანაკარგები, რაც ბიუჯეტის წყალობით ჩვენს დანაკარგებზე საუბრობთ ქალბატონ თამარ და ჩვენ აქ ბიუჯეტის შესრულებაში ხედავთ, რომ აი თანხები არის მაგალითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც იყო თავდაპირველად რომელიღაც ერთ-ერთი ობიექტის დასასრულებლად, თქვათ არ ივარგა, ვერ შესრულდა ხარისხიდან და ხელახლა იყო კიდე ჩადებული იგივე, მაგალითად მე-11 სკოლის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, სადაც რამდენჯერმე გამოცხადა ტენდერი და ეს თანხები ფაქტურად წყალში გადაიყარა. აქვე გვაქვს ჩვენ რომ ბიუჯეტის შესრულების ნაწილში აი სპორტული მოედნების მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც გეგმა ჰქონდათ მაგალითად 3, გააკეთეს 2, მე 2024-ში პირიქით 2 ჰქონდათ გეგმა და 10 გააკეთეს. ანუ აი ეს არათანაბარი გადანაწილება, ეს თვითნებური გადანაწილება რას ნიშნავს? არათანაბარი გადანაწილება არ არის, არის არაპროფესიონალიზმი. პირველ რიგში აი ევროკავშირს მეუბრუნდები, ევროკავშირმა დაგვავალდებულა, რომ პროგრამული ბიუჯეტიც გაუკეთებინა. აი უბრალოდ მაგალითისთვის რომ მოგიყვანოთ, ფინეთი რატო არის ბედნიერების ინდექსში უცვლელად პირველ ხუთეულში და იქაც ხუთეულში მოწინავე რიგებში. არის პარლამენტში კომიტეტი, რომელიც მომდევნო 25 წელს გეგმავს, არამც თუ ხვალ რა გავაკეთოთ, არა? რას ნიშნავს ახლა პროგრამული ბიუჯეტი? ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება, ჯანმრთელობა იქნება, განათლება თუ ასე შემდეგ. მერიას უნდა კონდეს ხედვა მინიმუმ 5 წელი მაინც. 3 წელს კი წერს პროგრამაში, მაგრამ მინიმუმ 5 წელი მაინც უნდა კონდეს ხედვა
აი ეს ჩადებული ფული უკუშედებს რას გვაძლევს მერე ხო? ანუ იგივე ინფრასტრუქტურული პროექტი ხო არ არის რომ ეხლა დავამტკიცე ბიუჯეტი დღეს გამახსენდა რომ თურმე პროექტია გასაკეთებელი არა? რაც 2025 წელს პროექტი უნდა განხორციელებული იყოს სიტყვაზე. ის მინიმუმ 3 წლის წინ უნდა იყოს დაგეგმილი, შესაბამისი საპროექტო ორგანიზაცია მოძებნილი, შესაბამისი ექსპერტიზა მოძებნილი, იმიტომ რომ ასეთი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ყოველთვის არის კორუფციის ძალიან დიდი ხვრელები. მაგალითად შეიძლება თუნდაც აი საბავშვო ბაღის მშენებლობა სიტყვაზე საერთოდ არაფერია იმ ადგილზე, მაგრამ კორუფციული სქემით დაიგეგმოს, რომ ვითომ რაღაცა დიდი სამშენებლო ნაგავია გასატანი, ან რაღაც ძველი შენობაა დასანგრევი. ანალოგიურია გზებზე. ხო? 1 მილიმეტრიც რომ მოიპარო, მილიონებს რტყავს მოპარული თანხა, ხო? ახლა ორმოურ შეკათებაზე ხო მით უმეტეს, არა? წადიდეთ დათვალე. შიდა აუდიტი ყავთ ამ მერიებს და ასევე სახელმწიფო აუდიტიც ავრცელებს პერიოდულად ანგარიშებს. ეს ყველაფერი წინა წლების აუდიტის დასკვნაშიც ვკითხულობთ გარკვეულ კორუფციულ ნიშნებს. ვინ უნდა ამოწმებდეს, ვინ ამოწმებს რეალურად და რა ნაბიჯები იდგმება ამ ხარვეზების აღმოსახვად? აი ხლა მე უბრალოდ გეტყვით რომ 2018 წელს ჩავაბარე საჯარო სექტორის აუდიტორის გამოცდა რომ მომეპოვებინა ლიცენზია. ეს არის საკმაოდ ძალიან ტევადი მასალა. მიუხედავად ამისა, აუდიტორი ხო არ შეიძლება იყოს საყველაფრო მცოდნე, არა? ამიტომ აი ეს ხელშეკრულებით აყვანილი შტატები როა სიტყვაზე, არა? რომელიც ხელშეკრულებით კი არ არის აყვანილი, ხელშეკრულებით აყვანილი შტატი რას ნიშნავს, რომ რაღაცა დროებითი სამუშაო შეასრულებინეთ, დაემშვიდობა და წავიდა, ხო? ეს არის სტაბილურად, ახლა ყველა მიხვდება თქვენ თუ 2022 წლიდან თვალი გადევნათ ბიუჯეტს, რაც თქვენ სკოლებებში ჩანს, არა? ეს ხელშეკრულებით აყვანილი მომსახურეების ხელფასები გადმოდის ასე ჯამიდან ჯამში. ანუ არაფერ დროებით კონტრაქტზე არ არის საუბარი. საუბარია რაზე ახლა? მაგალითად შიდა აუდიტორმა იგივე აი ასეთი მონიტორინგისთვის უნდა მოიწოს თუნდაც მაგალითად მანქანების რემონტისთვის ექსპერტიზა, რომ ნამდვილად სჭირდება ამდენი თუნდაც რემონტი. იგივე მაგალითად ექსპერტიზა რამდენად სწორად განხორციელდა ინფრასტრუქტურა. აი ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია აუდიტორს შიდა აუდიტს ექსპერტიზა მოიწოს და ზუსტად აი ეს ხელშეკრულებით აყვანილი შტატები გამოიყენოს ექსპერტიზისთვის, იმიტომ რომ თვითონ ახლა რითი შემოიფარგლებიან ახლა მე როცა მინახავს მაგათი რიგით რაღაცა დასკვნა, რომელიც უბრალოდ მოვალეობის მიზნით უნდა წარადგინონ საკრებულო სხდომაზე და ასევე მოვალეობის მიზნით გასცენ რეკომენდაცია. ეს არის სადღეგრძელოები, მეტი არაფერი, იმიტომ რომ ბრმაც რო შევიდეს ნებისმიერ დარგში. აი ნამდვილი აუდიტორი რასაც შეავს, არავის არ ვაყენებ მე შეურაცხყოფას. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ პოსტსაბჭოთა სისტემას ვაკრიტიკებ ყოველთვის და არა პიროვნულად ვიღაცის ჯინი მჭირს, არა? აუდიტი მოიცავს რას? ერთი ფინანსურად როგორ არის აწყობილი ბიუჯეტი, მეორე რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას და მესამე ყველაზე მთავარი ხარჯთა ეფექტურობა. აი როგორ შეიძლება მაგალითად შევიდეს თუნდაც ნებისმიერ დარგში აიღოს კულტურის გაერთიანება, აიღოს თქვათ იგივე სპორტის გაერთიანება და ეს გაერთიანებები რო შექმნეს მონსტრები და თუნდაც თითოეულ იქ დასაქმებულ ადამიანს უთხრას აბა 9-დან 6 საათამდე რასაკეთებ დაწერე. და ვერ აღმოაჩინოს რომ რამდენი შტატი არის ხარჯთ ეფექტური კი არა. ჩამძირავე ბიუჯეტი. მათივე აუდიტს უწევია. ეს ხო ამას დიდი განათლება აბსოლუტურად არ ჭირდება. რაღაცა დიდი აუდიტორული ექსპერტიზა ნამდვილად არ ჭირდება. გადატენილი შტატები, რომელსაც კომუნისტებიც კი მკვდარსულს ეძახდნენ და აი რო აგიხსნათ რაც ნიშნავს ეს რამხელა უბედურება, აი თვითფრინავში რო ავდივართ ბარგს ხო ვიწონიან რომ თვითფრინავი ჩვენ ბარგიანად არ ჩამოვარდეს, არა ჩვენიანად. ზუსტად ასეა მკვდარი სულები ბიუჯეტისთვის. მთელი ქვეყანა ვარდება და
თანაც რატომ ჩვენ ხო ფულს ვაძლევთ გაცვლის ვერ ვაძლევთ ფულს აქვს გაცვლითი ფუნქცია ხო თქვენ ახლა ბაზარზე არაფერი არ იყიდოთ ფული დატოვოთ სადმე და წამოხვიდეთ ხო არ აკეთებთ ასე რაღაცაში ცვლით საქონელში ცვლით მომსახურებაში ცვლით როცა ამდენი მკვდარი სულია ეს უაზრო ფული ხო იყურება ბაზარზე და შესაბამისად ლარი მწყიდველობით უნარს ხო კარგავს იმიტომ რომ უაზრო ფული ტრიალებს არა და თვითონ იმას ვისაც გონია რომ თქვა ჩააწყო და სამსახური იშოვა არა ერთი ჯიბიდან რაც უნდა ამოიღოს და გაძვირებულ პროდუქციაში გადაიხადოს არა ზუსტად იმიტომ რომ სადღაც მე აგიტატორად გამოდგეს და 300-400 ლარიან ხელფასზე იყოს აი ეს მეორე ერთ ჯიბეში ჩადებული ჩაწყობით ნაშოვნი სამსახურის 400 ლარი მეორე ჯიბიდან მაინც იღებს და ბაზარზე ხარჯავს და ამიტომ რომ აი ესეთი ჩაწყობილი შტატები ვერ ითქვავს სულს ვერ ამოდიან იმ პრობლემებიდან უბრალოდ ახლა თაშხიაში ის როზის გოდო მასში ორმოში აი ესე იმედს აკეთებენ თავის თავს იტყვებენ არა და ბიუჯეტი რას უნდა ემსახურებოდეს განვითარებას ადამიანების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს და არა ესე დაცემენტებას იმიტომ რომ აი არავის არ უსურვებს შვილი ასეთ მკვდარ სამსახურში მიაბაროს იმიტომ რომ ჯობია რამე ხელობა ისწავლოს და თავი ირჩინოს და საჭმელი ჭამოს ვიდრე ასე რაღაცა წყალი ნაყოს მიდი ბიჯო ბორჯომი ამოიტანე და აი ამ ღირსები და თავმოყარებით იცხოვ წლიდან წლამდე ბიუჯეტი იზრდება გორის მუნიციპალიტეტის მაგალითი რომ ავიღოთ და ეს უნდა ნიშნავდეს რომ წლიდან წლამდე ამ გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე ცხოვრებაც უმჯობესდება ხო ამისი პარალელურად ასე უნდა ვიმსჯელოთ აი მე რატო ვახსენე ახლა ორი კოდექსი საბიუჯეტო კოდექსი და თვითმმართველობის კოდექსი ჩვენი ცხოვრება რო გაუმჯობესდეს უნდა იყოს თვითმმართველობის რეალური თვითმმართველობის საშუალებით უნდა იყოს უკან დაბრუნების მექანიზმი ჩადებული ეხლა წარმოიდგინეთ აი მე პირადად 2012 წელს ხმა მივეცი ოცნებას აი ზუსტად ამ დაპირების გამო რომ თქვა რომ მე თვითმმართველობას განვავითარებ უამრავ დემაგოგიური თავდასხმა მაქვს უამრავი გადატანილი როცა მე ვამტკიცებდი და ხალხს უმტკიცებდი რომ ბიუჯეტის წეწაღლეჯო არ არის თვითმმართველობა არის რეალურად რომ უბნებსაც კი თავისი ბიუჯეტი ქონდეს აი სწორედ დღევანდელი პრობლემა საზოგადოების რა არის იმის გამო რომ მე ჩემი სოფლის თუნდაც იმ პატარა ადგილზე რა მოხდება წყალს გაიყვანენ დენი იქნება მოედანი უნდა გაკეთდეს მხოლოდ მოწმის როლში გამოვდივარ მე ჩემი ზრუნვის საგანის შეყარების საშუალება არ მაქვს და სამშობლოსა და სახელმწიფოს ვეღარ ვაკავშირებ ერთმანეთთან იმიტომ იჯერებენ ახლა ზღაპრებს რომ ევროკავშირს უნდა რაღაცა ჩვენი დაღუპა და აი სატრაგედიელოს ამბობენ ჩემს სამშობლოს არავის დაუთმო ზუსტად იმ კატეგორიაზე ალბათ გათვლილი ვისაც კატეგორიაზეა და აი მე ახლა ერთი ციფრი წამოვიღე სოფლის პროექტებში აი როცა 6,500,000 იხარჯება ადმინისტრაციის ხელფასზე სოფლის პროექტებში არის სულ გამოყოფილი 1,400,000 ლარი ეს ასე მეტ სოფელში ერთგან გადავაწყდი რას რომ შემთხვევით კონსულტაცია მთხოვეს და მითხრეს რომ ერთო ჩვენ აქაურ მამაოსო უბრალოდ კელია უყიდეთ და თელმა სოფელმაო ასე გადავწყვიტეთ რატო გადაწყვიტეთ მე უბრალოდ მაინტერესებდა ახლა საწინააღმდეგო კი არაფერი მქონდა გითხრეს რომ 12 თუ 14,000 ლარი შეგხვდათ წელსო და რა უნდა მოგცლოდა ამიტომ შევიკრიბეთ სოფელიო და ეს მამაურო დარბის წინ და უკან აქ მაინც დარჩეს ხოლმე რამე ჭირი ალხინია და გვიპატრონებსო ხო წარმოიდგინეთ ყველა ასეთი 12 და 14,000 რომელიც საბოლოო ჯამში 1,500,000 და მეტი არის წყალში გადაყრილი ფული იმიტომ რომ სოფელში აი ასე რომ ხო ის ქედი მოვიხადე მოვალეობა და თქვათ რაღაცა პროექტი მიუგდე ეს 1,500,000 უბრალოდ ციფრი კი არ არის ეს 1,500,000 არის ის თბილისში რომ მივიღეთ ურბანული ურჩხული და გორიც რომ იმ ურბანულ ურჩხულს ბეტონის ურჩხულს ემსგავსება იმიტომ რომ სოფელს თუ არა აქვს აი ასეთი
ახალგაზრდობის ადგილზე დასაბმელი პროგრამები და ბოლოს და ბოლოს შეიძლება დავსვათ კითხვა, აბა სად უნდა წავიდეს ეს ფული, ხო? როცა ასანთის სკოლობსაც კი აწერია მოსკოვსკაია ობლასტ, გოროდ ბორისოვი. აი თუნდაც სტარტაპებზე ახალგაზრდების წასახალისებლად რამდენი პროექტის და ადგილზე დამაგრება შეიძლება, სადაც პირობა შექმნება, რომ დაასაქმე შენი თანასოფლელი. რეალურად არის ეს მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება, როგორც ვიცით, ჩვენ ხშირად გავდივართ ხოლმე სოფლებში და კრებებს ვინ ესწრება სოფლის კრებებს და თანხები როგორ ნაწილდება ამას თვალს ვადევნებთ. როგორც პრაქტიკა ჩანს, ანუ ტენდენცია არის ესეთი, რომ უკვე მზა პროექტები შემოაქვთ და მე ეუბნებიან მოქალაქეებს, გინდა თუ არ გინდა და ოქმი ასე დგება. როგორ უნდა იყოს მოქალაქის ჩართულობა კონკრეტული თემისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის? აი ეს ანეკდოტური სიტუაცია ზუსტად აი ასე ბუტაფორიულად გაკეთებული და არარეალური თვითმმართველობა. ხო? მე ანეკდოტად იქცევა ხოლმე, ჩვენ ხომ ნახეთ მაგალითად რკონში რომ უხუცქად საქანელა რო დაუდგეს, მეტი არაფერი მოუვიდათ, ხო იმ ფულში, არა? ბავშვი რო არ იყო იმ საფულში. ხო, და აი ესეთი რაღაცა ანეკდოტურ სახეს იღებს უკვე, ხო? და თავარი რა არის? ხო უნდა დავსვათ კითხვა, აი ოჯახში პრიორიტეტი რა არის? არა? ზუსტად ასე ისმება სახელმწიფოში პრიორიტეტი რა არის? ჩვენი პრიორიტეტი პირველ რიგში არის დემოგრაფიული პრობლემები. ხო, საქართველო იცლება ქართველებისგან, არის აბსოლუტურად უკონტროლო მიგრაცია და ჩვენ რომ მივდივართ ახლა და მაგალითად უკვე მოგვეცა საშუალება რომ ნახოთ ქვეყნები და რომელ რეგიონშიც არ უნდა ჩახვიდე, მოდიხარ დიდი შთაბეჭდილებებით, არა? და აი ეს გარდა თქვა საფრანგეთში, პარიზისა, აი ამ პერიფერიებში არის ფერმერული მეურნეობები, მეღვინეობა, 1000 რამ განვითარებული, ხო? ამიტომ სახელმწიფო ხედვა უნდა არსებობდეს, როგორ დამაგრდეს ადგილზე მოსახლეობა, არა? და არა ის რომ მთელი ფული წაიღონ ცენტრში და მე აბა გადმოაგდონ. თბილისი ხო პერიფერიებს არ ცნობს საერთოდ, არა? და მიიღო კოლაფსი. სატრანსპორტო კოლაფსი მიიღო ელემენტარულად თბილისში აღარ გაივლება, აღარ იცხოვრება და აღარ ისუნთქება, რაც თავარია. აი ეს მიიღო ამ კონტროლო ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ახლა გურშიც აღარ კადრულობენ სოფლებს. წარმოგიდგენიათ, ტურისტი ჩამოდის სოფლისციხეში, ვტრაბახობთ, რომ ამდენი საუკუნის ძეგლში ჩვენ ჯერ კიდევ კანალიზაცია როდის ქონდა, ჩაიყვან 21 საუკუნის სოფლისციხეში და კანალიზაცია არ არის. აი მენტალური ჩამორჩენა, წარმოგიდგენიათ და ეს ყველაფერი მოდის რუსული პოციომკინის სოფლებიდან. ჩვენ აი ამ პოსტ-რუსულ მენტალიტეტს ვიმკით დღემდე. ვერ გამოვედით ამ საბჭოთა პრობლემებიდან და ევროკავშირი ზუსტად მაგას გვაძალებდა 2008 წელს დაიწყო რევოლუცია ბიუჯეტში. შეამცირეთ შტატებიო და სუბსიდია გააკეთეთ, ანუ რას ნიშნავს ახლა რომ იგივე მაგალითად დასუფთავების სამსახური. მე კი არ უნდა შევქმნა დასუფთავების სამსახური და თქვათ ორ დამლაგებელ ხალხს კიდე 5 ზედამხედველი პარტიული ნიშნით თავზე დავაწოლო. არა, აქ შეიძლება თვითმმართველობა რო იყოს ახლა წესით ჩვენ 5 საკრებულო უნდა გქონდეს რაიონში და 1 ქალაქში, ხო? ანუ 6 თვითმმართველობა უნდა გქონდეს 2016 წელს უყურმარო არ დაეტრიალებინათ ჩარხი, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ 6 საკრებულომ გამოაცხადა დაგვა დასუფთავება და იმ საკრებულებში ყოჩაღმა ხალხმა მოდი ჩვენ შევქმნათ 1 ტრაქტორი, 1 ნაგვის მანქანა, თუნდაც ესხით ვიყიდოთ და მოვემსახუროთ. იქ ადგილზე ხო დასაქმდა ხალხი და შესაბამისად ეს ბიუჯეტში შესული ფული უკან ხო დატრიალდა და წავიდა უკვე არტერიებში, სისხლი წავიდა უკვე პერიფერიებში, ხო? აი ასე ტრიალდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკით სისხლი უკან და ადგილზე რჩება მოსა. აი ზუსტად მაგ საკითხზე გავაგრძელებთ და შევაჯამოთ ჩვენი საუბარი ქალბატონ თამარ. ამ თვითმმართველობას ახლა უფლებამოსილების ვადა ეწურება და ვინც არ უნდა მოვიდეს და როცა არ უნდა მოვიდეს ახალი თვითმმართველობა, რაზე უნდა იყოს აქცენტირებული, კონცენტრირებული, რა ხარვეზების აღმოფხვრას უნდა უფრო მეტად უწყობდეს ხელს, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კონკრეტულად აი ამ ბიუჯეტის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ და რა რეკომენდაციებს მისცემთ ახალ თვითმმართველობას? რო ვთქვათ ახლა გორის ბიუჯეტი განსხვავდება რომელიმე ბიუჯეტისგან, არა, ეს არის პოლიტიკური ნება, თავიდან იწყება ყველა უბედურება, ხო? ახლა კონკრეტულად აი აქ რო ქონდეს მაგალითად ადგილობრივ ხელისუფლებას აი საკუთარი რეფორმების გატარების შანსი, ხო? პირველ რიგში აი ახლა 2025 წლის ბიუჯეტში
ჩასვავდა ნებაყოფლობით აუდიტორს მოიწევდა და ჩასვავდა ყველა სუბსიდიაზე. რამდენი შტატია საჭირო? იმიტომ რომ აი ეხლა მაგალითად ამ წუთში მერიაში უნდა იდოს ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის განაცხადი, რომელშიც ეწერება რომ ჭირდება ამდენი შტატი, რატომ ჭირდება თითოეულის ფუნქცია, ჭირდება ამდენი საკანცელერიო ნივთი, რატომ ჭირდება აბსოლუტურად ყველაფერი. ხო? ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში ორმოული შეკეთება, ეს საფრთხილო კი არა. რომელ ქუჩაზე რამდენი ლარის კონკრეტულად როდის დამთავრდება და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერი სახალხო ღონისძიებები. ყოველ წელს 200,000 ლარის შესყიდვა. ანუ თუ შარშან ვიღაცამ ისე ჩამოხსნა რომ დააზიანა, რატო ჩამოხსნა? არაფინანსური აქტივები, ძირითადი საშუალებები, ინვენტარიზაცია ძალიან მკაცრი, საწავდა თითოეული ლეპტოპი, საწავდა თითოეული მანქანა, როგორ იხარჯება ბენზინი, საიდან სადიარე რომ ამდენი დაგეხარჯა, რა საქმეზე იყავი, ხო? ამ ყველაფერს ჭირდება ზუსტად ევროპული, აი ხლა ევროპას რო ლანძღავენ, ზუსტად ევროპული დათვლა ჭირდება. შეგნებულად არის გადაფარული ესეთი საკითხები. აი პატარა თქვათ ქალაქში არა, სადაც მოსახლეობა ასე დიდი ტემპით იცლება რა. დაასაბუთონ ანამდენი მანქანა რა საჭიროა. როცა აი მე პირადად თვითმმართველობის თემაზე ვიყავ, მომიწია გლაზგოში ყოფნა 600 მილიონი გირვანკა სტერლინგი 300,000-იან მოსახლეობას აქვს ბიუჯეტი, ჯერ კიდე რომელი წელი იყო, ალბათ 20 წლის წინანდელ ამბავს გეუბნებით და ერთი საშუალო დონის აუდიტი იდგა მერიის შენობის წინ, რომელიც განა ვინმეს ემსახურებოდა, მთელი მერიას ემსახურებოდა. თქვათ, მატერიალური პასუხისმგებლობის პირს დასჭირდებოდა რა იმეს ყიდვა, ჩაჯდებოდა იმ მაუჩი, წავიდოდა მერი იყო სადმე ღონისძიებას წასულა, ჩაჯდებოდა. კარგი დედმამიშვილები ყოფილიყვნენ და რამე ზედმეტი გაეკეთებინათ, ხო? წარმომადგენლობითი ხარჯებში რესტორნების დახურვა და ესეთი რაღაცები არის იმათვის წარმოუდგენელი და უბრალოდ გეტყვით ახლა კერძო სექტორში, აი მაგალითად ბოთლი რო გაგიტყდეს, ბორჯომის ბოთლები დაგემტრეს, აი სუპერმარკეტი ავიღოთ, ხო? უნდა გამოიძახოს საგადასახადო და ზიანი უნდა აღაწერინოს საგადასახადოს კომისიას და თანაც პირდაპირ არის ინსტრუქცია რომ ბოთლი მოხდილი კი არ უნდა იყოს, თუ გატყდა ეს თავსახური უნდა იყოს დაცული და ერთი წესიერი ინვენტარიზაცია არის ჩატარებული, აუდიტორები, აი რომელიც გეგმიური აუდიტი რომ მოდის, დასკვნიდან დასკვნამდე წელს რომ არა გაქვთ ეს აღწერა ინვენტარიზაცია და ჩემს დროს ესეთი რამე ერეზო შავიშვილის კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის დროს პირდაპირ პროკურატურაში გადამცემდნენ და დამიჭერდნენ. ამას ვინ გაატარებდა? რო ასე ძირითად საშუალებებზეა საუბარი თან და ინვენტარიზაციას არ ვატარებ დაიკარგა და უბრალოდ დამჭირდა, ეხლა სახელმწიფო განათებები ვახსენე. დამჭირდა ვიყიდე ახლა რა პრობლემაა შარშანდელს რა დაემართა. ხო უნდა დაასაბუთო, როცა ნენსი რეიგანმა იმისთვის რომ თეთრსახში ახალი სერვიზი ეყიდა ჭურჭელი გამოვიდა და ჟურნალისტები მოიწვია დაათვალიერებინა რომ ზოგ სერვიზს აი 24 კაციც რომ დაეპატიჟათ თებში აყავდა და შერეული თებშებით სირცხული იყო თეთრსახში მასპინძლობა და დაასაბუთა რომ აი ეხლა ახალი რაღაცა ჭურჭელი რომ შევიძინოთ ერთი ამბავი არატეხილი იყო აი ეგ არის ბიუჯეტის მონიტორინგი და არა ის რომ კითხვას რომ დაშავს და ყველაზე მეტად გულს რაც მიკლავს ღარიბი მშერი ადამიანი რომელმაც არ იცის ხვალ რა უნდა ჭამოს არა იმის გულისთვის რომ რომელიღაცა თანამდებობის პირმა მხარზე ხელი წამოარტყა შენ ვინა კითხავს და ზუსტად ეს განწყობებია რომ მე არ მეკითხებ და რა აი ისეთი კარგი შენ ჭამ მაგრამ შენი შვილი შენ შვილს რატო ულახავს და მეორეც ხო შეიძლება გაჩნდეს კითხვა ამ ქვეყანას თუ უჭერს მარტო ჩემთვის უჭერს შენთვის რატო არ უჭერს კი, ნამდვილად არის ცნობიერების დონე ასამაღლებელი მოქალაქეებში და ასევე თუ გავითვალისწინებთ რომ მილიონზე მეც ხარჯავს, ზუსტად ამ 4 წელში გორის მუნიციპალიტეტის მერია კომუნიკაციების ხარჯები ასე დავითვალეთ წინა კვლევის საფუძველზე აღმოჩნდა რომ PR სამსახური სოციალური ქსელების რეკლამა და ასე შემდეგ მილიონ ლარს აჭარბებს და ალბათ ესეც უნდა იყოს გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევდეს საზოგადოებაში და რა თქმა უნდა ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პრობლემა და საჭიროება
დახმარება, რაზეც აუცილებელი არის ალბათ რომ მომავალ თვითმმართველობა მიმუშაოს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, საჯარო სექტორის აუდიტორი თამარ ედიშერაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.